მე ვარ პირველი ქართველი იუთუბერი, რომელიც ათონის მთაზე გამოგზაურებ. Ladies and gentlemen, we do thank you very much for your attention, and now we invite you to sit back, relax, and enjoy the takeoff. The captain has made tower communications available, so if you'd like to... მოგესალმებით, მეგობრებო, ჩამოვედით სალონიკში და რადგანაც გვაქვს დრო და ერთი დღე გაჩერებას ვაპირებთ სალონიკში, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წავიდეთ მეტეორაზე და მოვილოცოთ და მოვინახულოთ ეს სასწაული და ძალიან მაგარი ადგილი. ხვალგი ვაპირებთ ათონის მთაზე წასვლას გემით. აგერ ჩვენი ძმა და მეგობარი ბესო, აგერ მამა ილარიონი და ლუკა. 4 ადამიანი ვართ ჩამოსული და მოკლედ დაელოდეთ. თესალონიკიდან მეტეორამდე დაახლოებით 230-240 კილომეტრია. მანქანის მგზავრობისას საშუალოდ 2 საათნახევარი 3 საათი სჭირდება. მეტეორის კლდებთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი კალამბაკაა. მის გვერდით არის პატარა ტურისტული სოფელი კასრაკი, რომელიც პირდაპირ კლდეების ძირას მდებარეობს. მეტეორაში პირველი მონასტრები მე-14 საუკუნეში 1300-იან წლებში დაარსდა. ეს ნიშნავს, რომ კომპლექსი დაახლოებით 700 წლისაა, თუმცა ბერები ამ კლდეში უფრო ადრეც, მე-11-მე-12 საუკუნეებში მოღვაწეობდნენ. უზარმაზარ ბუნებრივ ქვის სვეტებზე აშენებული მონასტრები შუა საუკუნეებში უსაფრთხოების მიზნით აიგო. ბერები კლდეებზე ასვლისას თოკებითა და ბადეებით ახერხებდნენ. დღეს მოქმედია 6 მონასტერი და ტერიტორია იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ახლა მოვიდით მეტეორაზე და პირველი მონასტერი, რომელიც უნდა მოვილოცოთ, არის ვალამის მონასტერი. ჩვენზე ვითხედავთ ქართველი ბერძენი წმინდანის გიორგი კაცლიდისის ხატს, რომელიც მოღვაწეობდა საქართველოში. Agni parthene despina achrante Theotoke მეტეორის მონასტრული ცხოვრების დამფუძნებელია წმინდა ათანასე მეტეორელი. დღეს მონასტერში ასვლა შესაძლებელია კიბითა და ბილიკით, მაგრამ ძველად გამოიყენებოდა თოკის ბადე. დიდ მეტეორაში დღეს მოქმედებს მუზეუმი, სადაც ინახება ძველი ხელნაწერი სახარებები და საღვთისმსახურო წიგნები, ბიზანტიური ხატები და ფრესკების ნიმუშები, ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი, ძველი სამოსი და საღვთო შესამოსელი. ეხლა ვიმყოფებით ურანოპოლისზე, არის ჯიხურები, სადაც მოწვევა უნდა ავიღოთ. ეხლა კიდე მივდივართ ბილეთების შესაძენად და უკვე გემით გავეშვებით და 40 წუთის სავალი გზა იქნება დაახლოებით აქედან ათონის მთამდე. ათონზე შესვლა ჩვეულებრივი ტურისტებით არ ხდება. საჭიროა სპეციალური ნებართვა. წინასწარ უნდა დაჯავშნო ადგილი და უკავშირდე ათონის პოლიგამთა ოფისს. ჩასვლის დღეს ურანოპოლში აიღო დოკუმენტი და შემდეგ ჩაჯდე გემზე.
თუ კონკრეტულ მონასტერში გინდა დარჩენა, ჯობია პირდაპირ მონასტერს დაუკავშირდე მეილის საშუალებით და მიიღო წინასწარ თანხმობა. გემი გადის ურანოპოლის პორტიდან. საშუალო მგზავრობის დრო ცენტრალურ პორტამდე დაფნემდე არის დაახლოებით საათნახევარი 2 საათი. დაფნი არის ათონის მთავარი პორტი. იქიდან მინი ავტობუსით მიდიან ადმინისტრაციულ ცენტრში, კარიეში. დაფნიდან კარიესამდე გზა არის დაახლოებით 30-40 წუთი მანქანით. სანამ გენი დაფნემდე ჩავა, მანამდე გემს უწევს გაჩერდეს სხვადასხვა მონასტრებში. ათონზე არის 20 მთავარი მონასტერი, მაგრამ გემი ყველა მონასტერს არ უვლის ერთ რეისში. ჩვეულებრივ აჩერებს 6-დან 10 სხვადასხვა ნავსადგურთან მიმართულების მიხედვით. საბოლოოდ გაჩერება ხშირად არის დაფნი. ჩვენი გემი ნელ-ნელა უახლოვდება წმინდა ათონის მთას. დღეს უნდა მოვინახულოთ რამოდენიმე მონასტერი და ერთ-ერთ მონასტერში გავათევთ რამეს და მოვილოცავთ რამოდენიმე წმინდა ადგილს და ამ ყველაფერს ნელ-ნელა შეიტყობთ. ძალიან ქარია ახლა და წავედით. ჩვენთან ერთად გემზე გზავრობდა კორეელი მართლმადიდებელი ბერი, რომელსაც ვთხოვეთ, რომ ჩვენს ვიდეოში მიიღო მონაწილეობა. 특히 저는 한국 사람입니다. 동양의 아시아에 종교인들이 많지 않습니다. 하지만 한국에는 에큐메니컬 패트리아케이트 아래에 있는 한국 종교회 메트로폴리스가 있어서 그래서 많은 한국 사람들에게 종교회를 전해주고 있습니다. 특히 한국은 많은 종교가 있는 나라입니다. 가톨릭 교회도 있고 또 부디즘, 불교도 있고 또 샤머니즘 여러 가지 종교들이 있는데 그 가운데 정교회의 이러한 2000년의 영적인 보물들을 한국 사람들한테 전해주고 있으면서 한국 사람들도 또 많은 존경을 받고 있습니다. 그래서 이러한 영적 보물들을 가지고 우리는 예수 그리스도를 세상에 증거하려고 합니다. 올바른 가르침으로 세상에 우리의 기독교회를 전하려고 합니다. 그렇기 때문에 한국 사람들은 이곳 아토스 성산에서 수도생활하는 모든 수도사들에 대한 존경심을 가지고 있습니다. 그래서 지금도 예수 그리스도께서는 우리들에게 빛과 자신의 성체와 성혈을 통해서 사람들에게 구원의 희망을 주고 있고 또 많은 수도사들을 통해서 Thank you very much. 감사합니다. ღვთისმშობელი ერთადერთი ქალია, რომელსაც ფეხი დადგა ათონის მთაზე. ათონი მიჩნეულია ღვთისმშობლის სამკვიდრებლად. გადმოცემის მიხედვით, როდესაც ღვთისმშობელი იქ მივიდა, აკურთხა ადგილი და ითხოვა, რომ მხოლოდ ბერებისთვის ყოფილიყო განკუთვნილი. ამიტომ ათონი ითვლება ღვთისმშობლის ბაღად. ბერები ცხოვრობენ მკაცრი ასკეტური წესით. ქალების არ შეშვება, მიზნად ისახავს სულიერი სიმშვიდისა და ცდუნებისგან დაცული გარემო შენარჩუნებას. ჩვენ ამოვედით ახლა ათონის ცენტრში, ამადიც იწოდება კარიესი და ჩვენს უკან არის ათონის საკათედრო ტაძარი. კარიესიდან გადავწყვეტეთ წავსულიყავით ივერონში, სადაც ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული.
ჩვენ ახლა მოვედით ივერონში. ეს მონასტერი დაარსებული არის ქართველების მიერ. ქართველები მსახურობდნენ აქ. ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ბერძნებმა მიისაკუთრეს ეს ტერიტორია, აქ დასახლდნენ ბერძენი ბერები და დღესდღეობით აქ არც ერთი ქართველი ბერი აღარ მსახურობს. ივერთა მონასტერი არის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი მონასტერი მთელ მსოფლიოში, რომელიც აარსეს ქართველმა ბერებმა. მონასტერი დაარსდა დაახლოებით 980-983 წლებში ქართველი მამების მიერ. იოანე ათონელი, ექვთიმე ათონელი, გიორგი ათონელი. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ქართული საეკლესიო ლიტერატურის განვითარებაში. თარგმნიდნენ ბერძნულ საღვთისმეტყველო ტექსტებს ქართულად. სახელწოდება ივერონი მოდის სიტყვა ივერიადან, ძველი საქართველოს სახელწოდება. ათონის მონასტრებს შორის ივერონი იკავებს მესამე ადგილს იერარქიაში. მონასტრის უდიდესი სიწმინდეა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, ივერიის ღვთისმშობელი. ისტორიის მიხედვით, ხატი ზღვით მოვიდა და მონასტრის კარიბჭესთან გაჩნდა. ამიტომ ეწოდა კარის მცველი. იგი უძველესი ბიზანტიური ტრადიციით არის დაწერილი. ზოგი გადმოცემა მას წმინდა მახარებელი ლუკას მიაწეს. მე-11 საუკუნეში მონასტერი იყო ქართული კულტურის ცენტრი. ითარგმნა მრავალი საეკლესიო ტექსტი, შეიქმნა უნიკალური ხელნაწერები, გაძლიერდა ქართველ ბერთა გავლენა ათონზე. ქრისტესშობიდან მე-9 საუკუნეში იმპერატორ თეოფილეს მეფობის დროს მძინვარებდა პატიოსანი ხატების სასტიკი დევნა. მსვერავები ეძიებდნენ და ანადგურებდნენ მათ. იმ დროს ქალაქ ნიკეასთან ცხოვრობდა ქვრივი ქალი, რომელსაც ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი. ერთ დღესაც ქვრივ ქალთან მივიდნენ მსვერავები და დაინახეს ტაძარში დასვენებული ღვთისმშობლის ხატი. ერთ-ერთმა მათგანმა ხატს მახვილი ჰკრა და წამსვე ქალწულს ხატიდან სისხლი გადმოედინა და ჯალათს გულზე მიესხა. ჯალათი ეგრევე გაიქცა. ქვრივი ქალი მუხმოდთეკილი დიდხანს ევერდა ღვთის დედას და შემდეგ დიდი მოგრძალებით თავის ვაჟთან ერთად ხატის ზღვის ნაპირას წააბრძანა. ხატი ზე აღემართა და ტალღებთან ერთად დასავლეთისკენ გაცურა. შემდეგ ქვრივის ვაჟი წავიდა ათონის მთაზე და იქ ბერად აღიკვეცა. სწორედ მისგან შეიტყვეს ათონელმა მამებმა წმინდა ხატის ამბავი. 200 წლის შემდეგ დიდ მარხვაში ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი. ნათელი მოდიოდა ღვთისმშობლის ხატიდან. ბერები შეეცადნენ ნავით მიახლოვებოდნენ ხატს, მაგრამ სიწმინდე განეშორა მათ. იმ ხანად ივერთა საუნის მიდამოებში იუღან მთაზე განმარტოებით კელიაში ღვთისსაცნო ღვაწლში ატარებდა განდეგილ ცხოვრებას ღირსი გაბრიელი, ტომით ქართველი. სეციური ნათლით შემოსილი ღვთისმშობელი გამოეცხადა ღირს გაბრიელს და უთხრა: აუწყე მამებს, რომ ივანიჭო მათ ჩემი ხატის შემწედ და მფარველად. ნიშნად ამისა შემოდი ზღვაში, წმენით გაიარე მის ტალღებზე და მაშინვე ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსა და წყალობას. მეორე დღეს განთიადზე ივერონის მამები გამოვიდნენ ზღვის ნაპირას, საკმელის კმევითა და გალობით. გაბრიელმა ილოცა. შემდეგ ფეხი შედგა ზღვის ტალღებზე, როგორც პეტრემ გალილეის ზღვაზე და ხელში აიღო ფასდაუდებელი საუნჯე. მოაბრძანებდა ღვთის დედის საკვირველმოქმედ ხატს. იმ ადგილას, სადაც წმინდა გაბრიელმა ხატი გამოასვენა, ამოჩქეფა საკვირველმოქმედმა წყარომ და მაგ ადგილას აშენდა ეს ეკლესია. 3 დღის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონასტრის მთავარ ტაძარში, კათოლიკონში და დააბრძანეს საკურთხეველში. მეორე დღეს ცისკრის ლოცვის წინ კანდლების ასანთებად ეკლესიაში შესული ბერს ხატი ადგილზე აღარ დახვდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ბერებმა იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლავ უწინელ ადგილას დააბრუნეს. სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს ღვთისმშობელი ძილში გამოეცხადა გაბრიელ ბერს და აუწყა. გამოუცხადე ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ ნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ სულს ვიყო თქვენი მფარველიც და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. ბერებმა ყოვლადწმინდა ქალწული სადიდებლად სავანის კარიბჭესთან მცირე ტაძარი ააგეს და ხატი იქ დაასვენეს. არსებობს გადმოცემა, რომ სავანის კარიბჭის ხატი სანამ ივერთა სავანეში იმყოფება, ათონისთან მთელ ქვეყანას მოდებს მართლმადიდებლობის წმინდა ნათელს, მაგრამ დადგება დრო და ხატი გაუჩინარდება ისეთივე იდუმალი გზით, როგორიც მოვიდა. სოფლის აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი ეს იქნება. ჩვენ ვიმყოფებით ახლა ივერონის ეზოში, ჩვენს უკან არის
მუზეუმი, სადაც ეს ვიზიტორებს შესაძლებლობა არ აქვს, რომ ესე შევიდეთ და ნახონ. აქ ინახება მეფეების შემოწირულობები, ინახება ძველი შესამოსლები, ბარძიმები და ასე შემდეგ საეკლესიო ბევრი ნივთი, რომელიც ძველად ჩვენმა მეფეებმა შემოწირეს. ივერონის შემდეგ გადავწყვიტეთ წავსულიყავით ვატოპედში, სადაც იქ ერთ ღამეს გავათენებდით. მოგესალმებით მეგობრებო, ჩამოვედით ვატოპედში. ვატოპედი არის ერთ-ერთი ძლიერი და დიდი მონასტერი საბერძნეთში, სადაც 150-მდე ბერი ცხოვრობს და მოღვაწეობს აქ. ძალიან ლამაზი ადგილია და დანარჩენს კადრებში იხილავთ. ვატოპედი არის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი მონასტერი ათონის მთაზე. დაარსდა მე-10 საუკუნეში, დაახლოებით 972-985 წლებში. დაფუძნებლად ითვლება სამი დიდგვაროვანი ბერი: ათანასე, ნიკოლოზი და ანტონი. დღესდღეობით ვატოპედში ცხოვრობს 150-მდე ბერი. ვატოპედი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი საძმოა ათონზე. ათონის 20 მთავარ მონასტერს შორის მეორე ადგილზეა იერარქიაში ვატოპედის მონასტერი. ვატოპედში ინახება მრავალი უდიდესი სიწმინდე, მათ შორის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები, ღვთისმშობლის სარტყელი, ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული რელიკვია მართლმადიდებულ სამყაროში და ასევე სხვადასხვა წმინდანთა წმინდა ნაწილები. დღესდღეობით ვატოპედის მონასტრის წინამძღვარია ეფრემ ვატოპედელი. ის წინამძღვრად აირჩიეს 1990 წელს და დღემდე ხელმძღვანელობს მონასტერს. ეფრემი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და თანამედროვე ათონელის სულიერი მამაა. აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო მართლმადიდებლურ საქმიანობაში. აქვე გეტყვით, რომ მამა პაისის შესახებ გადაღებული სერიალი შეიქმნა ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის ეფრემ ვატოპედელის კურთხევით და მხარდაჭერით, რომლის შესახებაც მოგვიანებით ვისაუბრებთ. ვატოპედის მერე წავედით კუტლუმისის მონასტერში, სადაც იქ მცხოვრები ბერი დახვდა, რომელმაც შეავსო ანკეტა და კელიაში გაგვანაწილა. მამა პაისი კუტლუმისის მონასტერში ცხოვრობდა, ამ სტასიძე იჯდა და მის წინ მყოფ ღვთისმშობელის ხატს ევედრებოდა. ლოცვის დროს იქ მყოფ მამებს ხშირად ესმოდა თუ როგორ ესაუბრებოდა ღვთისმშობელი ამ ხატიდან. ამ მონასტერში ორჯერ მოხდა ხანძარი, რომელი ხატით სასწაულებრივად გადაურჩა.
კუტლუმუსის მონასტრიდან გამოვედით, იქ დავჭით გუშინ კელიებში და ეხლა მივდივართ მამაპაისის კელიაში, სადაც მამაპაისი მოღვაწეობდა. ახლა ტრაფარეთს მიყვებით და სავარაუდოდ უკვე მალე მივართ. აი მოვედით მამაპაისის კელიაში, სადაც ცხოვრობდა ეს კელია. მოვედით მამაპაისის კელიასთან, აქედან არის შესასვლელი. აქ არის წყარო და აუცილებლად წყალიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ და აქ არის კიდე ლახათლუხუმები, რომელიც მამაპაისმა დაიბარა, ვინც ჩემ კელიასთან მოვაო, აუცილებლადო გასინჯოსო და ერთი დავაგემოვნოთ. წყალით დავლიოთ. ეს არის შესასვლელი, დაკეტილია და სავარაუდოდ ზარი უნდა სამჯერ უნდა დავდეკოთ, რომ გამოვხედო. აქ კი პერიპაისი გალობს 135 სანოს. მამაპაისი ათონელი, საერო სახელი არსენი, იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მართლმადიდებელი ბერი და სულიერი მოძღვარი მე-20 საუკუნეებში. იგი ცნობილია ღრმა სულიერებით, წინასწარმეტყველური ნიჭით, უბრალოებითა და ადამიანისადმი უსაზღრო სიყვარულით. იგი დაიბადა 1924 წლის 25 ივლისს ფარასაში, კაბადოკიაში, დღევანდელ თურქეთში. 1950-იან წლებში წავიდა ათონის მთაზე. მონაზვნად აღიკვეცა და მიიღო სახელი პასიოსი. ცხოვრობდა სხვადასხვა კელიასა და სკიტში. განსაკუთრებით ცნობილია მისი ცხოვრება კელიაში პანაგუდა. უამრავი ადამიანი მიდიოდა მასთან რჩევებისა და ნუგეშისთვის. გამოირჩეოდა სულიერი გამჭრიახობით, წინასახედვითა და უბრალო, მაგრამ ღრმა სიტყვებით. განსაკუთრებით ზრუნავდა ახალგაზრდებზე და ოჯახურ პრობლემებზე. მისი საუბრები და რჩევები მოგვიანებით გამოიცა მრავალტომეულად. მამაპაისის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თემა იყო მისი დამოკიდებულება ტკივილისა და ავადმყოფობის მიმართ. ბევრი სულიერი შვილი და მონაზონი ყვება, რომ მამაპაისი ხშირად ლოცვებში ამბობდა: ქრისტე, თუ შეიძლება მომეცი ამ ადამიანის ტკივილი და მას მოუხსენი. ის ამას განსაკუთრებით მაშინ ამბობდა, როცა ხედავდა მძიმე ავადმყოფებს. მისთვის სხვისი ტკივილის გაზიარება სიყვარულის უმაღლესი ფორმა იყო. ცხოვრების ბოლოს მან აღმოაჩინა მძიმე ფორმის კიბო. ტანჯვა ძლიერი იყო, მაგრამ არასდროს წუწუნებდა. ექიმებს მადლობას უხდიდა. ამბობდა: ტკივილი კურთხევა, თუ მადლიერებით მიიღებ. ის ამბობდა, რომ ქრისტიანის გზა არის სხვისი ტკივილის საკუთარ გულში მიღება, როგორც ეს ქრისტემ გააკეთა. მამაპაისი გარდაიცვალა 1994 წლის 12 ივლისს. მისი ბოლო სიტყვები იყო: ლოცვით და მადლიერებით სავსე. მამაპაისი ამ ხის კოლძებზე ჩამოждდებოდა და ესაუბრებოდა მასთან მისულ სტუმრებს. წმინდა პაისის კელიის შემდეგ გადავინაცვლეთ სალონიკში, სადაც მისი საფლავი მდებარეობს. მამაპაისი სიცოცხლის ბოლო წლებში მჭიდროდ იყო დაკავშირებული საბერძნეთში, თესალონიკთან ახლოს მდებარე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერთან, სუროჩში. ეხლა მოვედით მამაპაისის საფლავზე. არის დიდი რიგი. როგორც ხედავთ,
და ეხლა უნდა მივიდეთ საფლავთან და ეს მონასტერი დაარსდა 1960-იან წლებში. მისი დაარსების ინიციატორი და პირველი წინამძღვარი იღუმენია დედა ფილოთია, რომელიც მამა პაისის სულიერი შვილი იყო. იქ ცხოვრობდა 9 მონაზონი, 9 და ისინი მცირე საძმოს წარმოადგენდნენ. მამა პაისი, როგორც ათონის ბერი, მუდმივად ცხოვრობდა ათონის მთაზე, მაგრამ სუროტის მონასტერთან განსაკუთრებული სულიერი კავშირი ჰქონდა. ფაქტობრივად, მისი ლოცვა კუთხევით გაძლიერდა ეს მონასტერი. მონაზონები მას მამასავით უყურებდნენ. თვითონაც ამბობდა, რომ ეს დები მისი სულიერი შვილები იყვნენ. 1993 წელს მამა პაის მძიმე სენი დაუდგინდა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო საჭირო გახდა მკურნალობა თესალონიკში. მკურნალობის შემდეგ სიცოცხლის ბოლო თვეები გაატარა სწორედ სუროტის მონასტერში, იმ 9 დის გარემოცვაში, რომლებიც მას წლების განმავლობაში სულიერ შვილებად ჰყავდა. მამა პაისი გარდაიცვალა 1994 წლის 12 ივლისს. მისი სურვილი იყო, რომ დაეკრძალათ სუროტის მონასტერში, იმ დებთან, რომლებიც მისი სულიერი ოჯახი იყვნენ. ამიტომ დაკრძალეს მონასტრის ეზოში, ტაძართან ახლოს. წმინდა პაისის საფლავს ყოველდღე ასობით მომლოცველი სტუმრობს.